ალბათ ყველა ჟურნალისტი დამეთანხმება, რომ ეს აზარტი არის ერთ-ერთი მთავარი ჟურნალისტისთვის. თუ ეს არ გააქვს, მაშინ ძალიან ძნელია ნებისმიერი სიძნელის გადალახვა, თუნდაც იგივე ეს უამინდობაში, წვიმაში, ღამე, როდესაც გზა არ იცი, ჭუბერში აცვარ და მიდიხარ ოჯახში, რომელიც ფაქტიურად გაფრთხილებული არ გყავს, რომ შენ მას უნდა ესტუმრო ღამის 10 საათზე. მაგრამ ამის ყველაფერი კი ისე მოხდა, რომ ჩვენ დათვმიდან ცოტა გვიან გავედით და ამიტომ სადღაც ხაისთან დაგვაღამდა და ესე კითხვა-კითხვით მივაგენით ამ ოჯახს. იქ ძალიან დიდი სიყვარულით მიგვიღეს, სვანური სტუმართმა სპენდულობა და აქედან გამომდინარე ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ მასალა რაც გვინდოდა ჩვენ იქიდან წამოვიდეთ, აი ეს იყო ჩვენთვის მთავარი და აი ამისთვის რა ამბებით ჩვენ შევიტყვეთ, გავიგეთ იმ ხალხის განწყობა, გავიგეთ რა აწუხებს უბრალოდ ამ ხალხს და ჩვენ შეგვიძლია რომ კვირას თელ საქართველოს დავანახოთ და ვაჩვენოთ თუ მართლა რამხელა სტრესის ქვეშაა ერთი ჩვეულებრივი ოჯახი, რამხელა სტრესის ქვეშაა სოფელი, რომელმაც არ იცის 31 წლის ადამიანის ბედი და ისინი ყოველდღე არიან მოლოდინში და რომ წარმოიდგენ აი ადამიანები როგორც სტრესის ქვეშ ცხოვრობენ, ალბათ ახლა ის სტრესი რომ რაღაც დღის მოკლე მონაკვეთი გასავლელი და ამით არ უნდა შეგეშინდეს ადამიანს უბრალოდ. და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აი ჩვენი რეპორტაჟებით გამენაირად დავეხმარებით ამ ადამიანებს, დავეხმარებით რომ მათ რაღაც სამართალი იპოვონ და თავიანთი ცხოვრება დააბრუნონ ჩვეულ რიტმში. არ იყვნენ სულ ესეთი შიშის ქვეშ, არ იყვნენ გაზაფხულები და უბრალოდ ჩვენ ამ გადაცემით იმის თქმა გვინდა, რომ თუ კი ჩვენ ყველანი არ ვაჩვენებთ, არ გავაანალიზებთ რა ხდება, თუნდაც თავწეული შემთხვევები. შეიძლება აი ეს ყველაფერი ერთვენერ დღეს ჩვენ ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახში მოვიდეს. და აი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების ყურადღება გვინდა, სწორედ ამიტომ მივაპყროთ ყველა იმ ფაქტს, რომელიც ეს გადაცემაში იქნება. რამე კითხოთ ახლა ამისო, მაინც აგონიური და ესეთი იყო კატაკლიზმების პერიოდი და მოდით ესე ვიბადრო ვთქვათ, არაადეკვატურად მოიქცნენ და სისულელები გააკეთეს. აქ უფრო ფრთხილად იქნებიან, უფრო მოფიქრებულ და გააზრებულად გააკეთებენ იმას, რასაც ქვია სახელმწიფო მანქანის, ანუ დამსხუნველი მანქანის მუშაობა. არ მგონია, რომ ესეთი falsifikatsemi სისულელები ჩაიდინონ, მაგრამ ამი ფიქრიათ, რომ აი ამის შემდგომ ყველა და ყველა პირად გავადასტურებული ვარ, ყველა გადაგდება, ყველა მოითხოვს ანალიზს, ყველა მოითხოვს გამოძიებას თქვენგან. ყველა ადამიანის სამუშაოა. Ну, ეს არის ჟურნალისტის სამუშაო, რომ მოისმინოს ყველა ადამიანის პრობლემა. ეს ჟურნალისტიკა, ეს არის გამოძიება და რისკთან არის. სიცოცხლესთან არ დაკავშირებული თქვენი ეს საქმე. ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული, როცა ადამიანი ირჩევა პროფესიას, ამასთან უბრალოდ შეგუებული ხარ და მე რო ვიტყვი ცოტა. მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოება გაიხსნება. და გაიხსნება მით უმეტეს ისეთ თემებზე, როგორც არის თუნდაც როგორც იყო და არის შავაძის, სინდელიანის გარდაოს. მე გამეკვირდა ესა თამარო აღეშინოდათ ინტერვიუს ზოგადად ჭირის უფრო რა არის ბატონო მართლა იმ ხალხს მხოლოდ კივილი აქვს მხოლოდ პრობლემა აქვს მართლა ისეთი გამწარებულები არიან რომ არ ვიცი ახლა მართლა ჩვენთვისაც და ალბათ ყველასთვის განასაუბრეთ სოზარს უბრალოდ სახალხო დამცველს და მისთვისაც არანაირ კანონიერ ჩარჩოებში არ ჯდება რაც ეხება ამ თემას, კონკრეტულად სინდელიანის საკითხს, რაც ეხება იმიტომ, რომ 3 თვე გადის უკვე და ადამიანი არის გატაცებული და დაკავებული ყოველგვარი განაჩენის, სასამართლოს, ბრალდების გარეშე. და საქმე იმაში, რომ ეს არ არის მარტო ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის უკვე სოფლის პრობლემა და სოფლის პრობლემა უკვე ხდება მთელი კუთხის პრობლემა, მთელი სვანეთის პრობლემა და ჩვენ მართლა იმედი გვაქვს, რომ კვირას, როდესაც კავკასიის მაყურებელი ნახავს ამ გადაცემას ეთერში, ამ ოჯახის პრობლემა არ იქნება მარტო ესეთი ლოკალური ცალკეული შემთხვევა, იმიტომ რომ ხვალ მართლა შეიძლება იმის გამო, თავდავსეთ იმის გამო, რომ შეიძლება გამოძიება არ დადგეს მალე, ხომ, შედეგი არ დადგეს მალე. შეიძლება იგივე პრობლემები შეექმნას ნებისმიერ ოჯახს საქართველოში, ხო? ანუ საზოგადოებრივი და სამოქალაქო პოზიცია ამ შემთხვევაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სწრაფი გარანტია იმის, რომ დავუშვათ რაღაცა ფაქტები იყოს გამოძიებული. ეს საზოგადოებრივი ყურადღება გვინდა მივაქციოთ ჩვენ ამ თემებს და ეს სამოქალაქო პოზიცია გვინდა გამოვიწიოთ. უბრალოდ. ამ რეაქციაში რას გულისხმობთ? აი საზოგადოებას მიაწვეთ. კი ბატონო, მე ახლა საბრალ თავი ვიქცე, რომ
ეს სიტყვის თავისუფლებაზე აღარ მახსოვს მონე მექსიკელმა ვიღაც ძალიან საინტერესო ანალიტიკოსმა დაწერა რომ ამერიკელებს დასწინოდა რომ ამათ გონიათო რომ სიტყვის თავისუფლება ეს იგივე არის რომ ბენზინის ბაკიროს თავსია ბენზინისა და მე მანქანა წავაო და ამქანას პრობლემით არა აქვს აი კი თქვი საზოგადოება მოისმინა საზოგადოება აღსწორდა მაგრამ მანქანა არ არსებობს მექანიზმი არ არსებობს რომელიც ამას შეაჩერებს ხათნა ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს კი მანქანა შეიძლება ქონდეს საბურავი მაგრამ არ ქონდეს ბენზინი და მაინც ვერ წავიდეს თუ ჩვენი საქმე არის ბენზინის ჩაქმა ჩვენ ჩავასხამთ ბენზინს და ვიცი საქმე იქნება ამ საბურავების გამაგრება იგივე ხალხის მოხსენებაში რომელიც მოხდები ხვალ არის ბოლოს რომ შევდეს პარლამენტში ყველა ეს ფაქტი მე ვიცი რომ არის მოხსენიებული და იქნება ანალიზი ამასთან დაკავშირებით მე ვიცი რომ სახალხო დამცველი მუშაობდა ამაზე ასე რომ ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება ამ ფაქტებზე ყურადღების მიქცევა. კარგით, მაგრამ თუნდაც მაყურებელი გულოდება დიდი ხანია და შემოვიყვანოთ ისმენს. გამარჯობა ბატონო. ვიარ ბატონო ისმენს? მშვენიერ სტუმრე. ესამები პრობლემატურებს. მიზეზი რამოთქინე დამაკავშირდა თქვენთან მდგომარეობის შემდეგში. თქვენმა წინა მოწვეულმა სტუმარმა ბრძანა რომ საბუკაშვილის თემა შეეხო. მე გახლავართ საბუკაშვილის მოსახლე ერთ-ერთი. მათ კოლკოსი? დიახ. და 25 ოჯახის სახელით მინდა უმოწილესად გთხოვოთ თქვენ ნაპოლეონსაც შეწყდეს სპეკულაცია საბუკაშვილის თემით. ეს არის ერთი ძალიან მყინვარული თემა. ყველა ჩვენ საგანისწრებს და საზოგადოების რაღაცა მოკლედ სპეკულაცია ამ თემაზე და მეორე კიდე ძალიან მაინტერესებს რომელ სპეკულაცია რომელ კომპენსაციაზე ლაპარაკი აი რა ის ხო რომ სამჯერ ოქროს მოვაკეთებინე ისე და მაშინ მე გეტყვით რომ აი ამეთი დაინტერესებს სამართალ დამცავი ორგანოები სადმე რამე კომპენსაცია იყო გამოყოფილი ერთი და მეორე სამართალს დიდგოდის წესა არ მიგიღია ეს კომპენსაცია არ მიგიღია არანაირი ფინანსური კომპენსაცია იყო ხო ის საუბარი რომ კომპენსაცია ის რომელიღაც ფირმა ის რუსული ფირმა ის მოგახსენეთ პრეზიდენტის განკარგულებით ჩვენ 25 მოსახლეს გამოგვეყო პირველი სკოლის უკან შევჩენკოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო მოედანი სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია პრეზიდენტობით აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს ეს როდის დამთავრდება ეს წელიწადი მის თემას არ არის კავშირში მაგრამ სხვა მხრივ ჩვენ არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია ნიამას გეოვნებით სული პასუხისმგებლობით 25 მოსახლის მათ შორის ერთ-ერთი ყაზახი მოქალაქის სახელით რომ საბუკაშვილის 52-ში 50-ში მაცხოვრებლებს 25 ოჯახს იმის გრევის შედეგად არც ერთი თეთრი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. ეს არის გამარჯვება, რა უკაცრავად ესა. სახელმწიფო პირველი ტირები აფიქსირებდნენ რომ მიიღებს კომპენსაცია. არ მოუწიათ? მე არ ვიცი ვინ რაც აფიქსირებს, მე არ მოუწიათ. უჩივლეთ ოფიციალურად. მერიას ბატონო დავით, ჩვენ არ გვესწავლება ცივილური მეთოდები. აპირებთ გამზისია რომ ჩვენ არ გვესწავლება ეგ მეთოდები, მაგრამ მე თამაშ მოგახერხებ ნურავი უცდილოს ჩაიწეროს თავისი რაღაცა პარტიული ინტერესების კულები საბუკაშვილის თემით. რომ არავის დახმარებით და არავის დაუხმარებლად ჩვენ არანაირი კიდევ არანაირი ფინანსური ეს შეკითხვა მაგრამ უკაცრავად ის ტემპისტი იყო ის ზუსტად არ მახსოვს რომელიღაც რუსულმა ფირმამ იყიდა ეს იმერი და უკანა მხარე იმან მე გაყიდა ვიღაცა სხვაზე გადაყიდა აი ის პირველი იყო ესე ვთქვათ გარანტული კომპენსაციის